პატიმართა წამებაში ბრალდებულთა პირველი სასამართლო პროცესი გადაიდო გაგამ კურნალაძის, ლადო ბედუკაძისა და კიდევ 15 პირის წინა სასამართლოს ხდომა 6 მარტს გაიმართება. მტკიცებულებების გასაძნობად პროცესის გადავადება პროკურორმა მოითხოვა, თუმცა მანამდე მოსამართლემ ბრალდებულთა ჩვენებები მოისმინა. გაგამ კურნალიძემ დღეს დანაშაული სრულად აღიარა და პატიმრებს ბოდიშიც კი მოუხადა, თუმცა იქვე დასწინა, რომ წლების განმავლობაში ის რეჟიმის მსხვერპლი იყო. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილისგან განსხვავებით საქმეში თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ლადო ბედუკაძემ. დღევანდელ დახურულ პროცესზე დაცვის მხარემ ორი ბრალდებულის, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის გათავისუფლება მოითხოვა. მიზეზად პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა. წინა სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, ბრალს აღიარებს სრულიად და საზოგადოებისაგან და იმ ადამიანებისაგანაც ის ხოს იხდის ბოდის, ვის მიმართაც ჩაედინა დანაშაული. გაგა კურნალიძეც არის რეჟიმის მსხვერპლი და ამ რეჟიმიდან გამომდინარე მოქმედებდა, ეს დაადასტურა გაგამ კურნალიძემ თავის ჩვენებაში. ბორის ფარულავამ და ლევან ფხალაძემ ამ ეტაპზე გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და ბედუკაძე ბრალს არ აღიარებს. ეს ორი ადამიანი გახლავთ ბედუკაძესთან ერთად ის პირები, რომლებმაც ამხილეს ეს დანაშაული და არანაირი საფუძველი არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნით. ისინი გახლავან ადეიშვილის პირადი პატიმრები და ჩვენ ვგავართ ფაქტის წინაშე, რომ ადეიშვილის აჩრდილი დადის სასამართლოს ხდომათა დარბაზში პრაქტიკულად, თუ კი ეს არ დააკმაყოფილებს სასამართლო ამ შუამდგომლობას.